ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული გიორგი ლომაძის სახელი მიენიჭა. სკოლაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული გიორგი ლომაძის მემორიალური დაფაც გაიხსნა. სკოლის აღსაზრდელებმა ლესის საჯარო სკოლაში ღონისძიება გამართეს, რომელიც გიორგის ხსოვნას მიუძღვნეს. ღონისძიებას გიორგი ლომაძის ოჯახის წევრები, მეგობრები, საქართველოს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი გენერალი ვლადიმერ იმნაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 1979 წელს სოფელ ლესაში დაბადებული გიორგი ლომაძე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილე იყო. ის 2004 წლის 12 აგვისტოს სამაჩაბლოში სნაიპერის ტყვიას ემსხვერპლა. მე მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის. ჩემთვისაც იცი არის ორი განცდა. ერთი სიამაყის, რომ მე გავზარდე გმირიშვილი, ჩემმა შვილმა თავის სამშობლოს წინაშე შესწირა გული, მაგრამ ამ სიხარულთან, სიამაყესთან ერთად ძალიან დიდი ტკივილია. 13 წელია გიორგის გარდაცვალებიდან გასული, მაგრამ ჩემთვის 13 წუთია ის 13 წელი. თითქოს გუშინ იყო. ყოველ დღეს განცდა მაქვს. მაგრამ იმას არასდროს არ ვიტყვი, რომ რატომ მოკვდა. სამშობლო სჭირდებოდა, სამშობლო შეეწირა ჩემი შვილი. ამაყივარ ამით. ლევანდელ დღეს მის საგმირო საქმეებს მიეწვნა მემორიალური დაფის გახსნა იმ სკოლის კედელთან, სადაც ის სწავლობდა და ასევე ორმაგად სიმბოლურია, რომ მის სკოლას მიენიჭა მისი სახელი. მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ვეტერანთა საზოგადოებას, ბატონ იმნაძეს დიდი ღვაწლისათვის მისი სახელის უკეთესაყოფად და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ლანჩხუთის გამგებლს ბატონ ზაზავიშაძეს, რომელსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის, რომ ასეთ დღეს შედგა. მე მინდა საქართველოს ყველა ვეტერანის სახელით დიდი მადლობა გამოუხადო გურიის ხელმძღვანელობას, ლანჩხუთის გამგებელს, სკოლის კოლექტივს, ბავშვებს, რომლებმაც დღეს ასეთი დღე მოგვიწყო ჩვენ ვეტერანებს, რომლებმაც დაგვეჯერა, რომ ჩვენზე კიდევ ფიქრობენ და ჩვენ ვახსოვართ მათ. დღეს გიორგი ლომაძის სახელი მიენიჭა ამ სკოლას, სადაც ის სწავლობდა.